22 იანვარს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ტემპუსის პროექტის კომპეტენციათა ცენტრების ქსელი შავი ზღვის რეგიონის საკრუიზო ტურიზმის განვითარების მიზნებისათვის ფარგლებში მრგვალი მაგიდა ჩატარდა. დღის წესრიგის მიხედვით მხარეებმა კრუიზეთის პროექტის მიმდინარეობის აქტუალური საკითხები განიხილეს. პროექტის ფარგლებში სამაგისტრო პროგრამის შექმნა, კომპეტენციათა ცენტრების მიერ მოკლევადიანი სასერტიფიკატო კურსების დაგეგმვა განხორციელება, სამომავლოდ იტალიასა და ბათუმში ჩასატარებელი სამეცნიერო და საერთაშორისო კონფერენციების მომზადება. ჩვენი უნივერსიტეტი ჩართულია ამ პროექტში და დღეს გვქონდა სამუშაო შეხვედრა. ჩამოსულია ბატონი რომანი, რომელიც გახლავთ პროექტის კოორდინატორი საქართველოს მასშტაბით, იგი წარმოადგენს ბათუმის საზღვაო ინსტიტუტს და დღეს ძალიან სწრაფად, ძალიან სამუშაო ვითარებაში გავიარეთ დღის წესრიგის ყველა საკითხი. საქართველოში ტემპუსის პროექტის კოორდინატორმა რომან მუმლაძემ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორთან პროფესორ კახაბერ კორძაიასთან და პროექტში უნივერსიტეტის მხრიდან ჩართულ პროფესორებთან ერთად საორგანიზაციო საკითხებზე წინამოსამზადებელი სამუშაოს დეტალები განიხილა. მან პროექტში მონაწილე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორებს უკრაინის ქალაქ ხერსონში 2015 წლის სექტემბრის საზაფხულო სკოლაში აქტიური მონაწილეობისათვის სერტიფიკატებიც გადასცა. მიმდინარე კვირის განმავლობაში ჩვენ გქონდა შეხვედრები ჩვენს პარტნიორ უნივერსიტეტებთან ქუთაისში, თავარტგილაძის უნივერსიტეტში, დღეს თქვენთან ვართ. შესაბამისად ჩვენ გავიარეთ ყველა ის საკითხი, რომელიც ამ ეტაპზე პროექტის განხორციელების აღნიშნულ ეტაპზე არის მნიშვნელოვანი. პირველ ყოვლისა პროექტით ჩვენ გვაქვს აღებული ვალდებულება, რომ მიმდინარე წელს უნდა შესრულდეს, ამოქმედეს ერთი სამაგისტრო პროექტი ტურიზმის მენეჯმენტში. აღნიშნულ პროგრამაში ყველა უნივერსიტეტი უნდა იყოს ჩართული და აქედან გამომდინარე დღეს ჩვენ შევათანხმეთ აღნიშნული საგანმანათლებლო პროგრამა.